მადლობა, ეს ნათია ორველაშვილი იყო. ტოლობითა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ღოღობერძის ქუჩაზე მე-13 სკოლიდან სოციალურად დაუცველების გამოსახლებას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, 7 სოციალურად დაუცველ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრომ შესთავაზა კოჯორში ფართები, რაც შეეხება დანარჩენ 23 ოჯახს. დარახველიძის განმარტებით ისინი სოციალურად დაუცველები არ არიან და მათ საკუთრებაში რეგისტრირებულია საცხოვრებელი ფართები. ეს განცხადება დავით დარახველიძემ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მინისტრმა ისაუბრა დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართების გადანაწილების საკითხზე. მინისტრის თქმით, თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადანაწილებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო. განცხადების გაკეთება ვაჟა-ფშაველას 16 ნომერში სპეციალურად გახსნილ ოფისში იქნება შესაძლებელი. ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ თვითნებურად შეიჭრენ ამ ობიექტებში, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომელთა შორისაც მრავლად არიან ისეთები, ვინც არ იმსახურებს თანაგზნობას, იმის გამო რომ შესწავლის მასალებით გინდება, რომ მათ აქვთ ზოგს რამდენიმე ადგილზე ასეთნაირად დაკავებული ფართები, რაღაც ფორმით ეს ბიზნესად აქციეს, ზოგიერთ მათგანს აქვს საკუთრება, ბევრ მათგანს აქვს სახლი არა თბილისში, მართლაც სოციალურად დასაცავი ოჯახებისათვის მოძიებული იქნა ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ალტერნატიული ფართი,